ქედის მუნიციპალიტეტში ხეხილის ნადრევი ჯიშების მოყინვის გამო მოსახლეობა შესაძლოა მოსავლის გარეშე დარჩეს. რა ზარალი მიაყენა სტიქიან ფერმერებს მუნიციპალიტეტში ჯერ არ დაუთვლიათ. გამგებელი ამბობს, რომ მოსავალს უხმან ალექმა გარკვეული ზიანი მიაყენა, თუმცა არა საგანგაშო. საპირისპიროს ამტკიცებენ ფერმერები, მათი თქმით წელს მოსავლის მხოლოდ 30%-ს აიღებენ. აი ყინვის გამო ეს ძალიან დამწვარი ეს უყურება. მოსავლიანი ყლორტები ვენახზე მოედინ ძნელაძეს გაზაფხულზე მოსულმა თოვლმა დაუზიანა. უხმან ალექმა ფერმერს მოსავლის 70% გაუნადგურა. 6 წლიანი ცოლიკაურის ვენახიდან მოედინის სეზონზე 1 ტონამდე მოსავალს ელოდება. გასულ წელს კი როგორც ამბობს 3 ტონა ყურძენი მოკრიფა. გასულ წელს მოკრიფეს 3 ტონა, წელს ყინვამ აპრილის თვეში გააფუჭა 30% თუ იქნება იგის. მეტი არის გაფუჭებული ძალიანად ვენახი. ნახოთ რა იქნება. წვანია ეს არის არამოსავლიანი. ნაყოფიერი არა, ისე გაცოცხლებული და იგი არის. თო მომსხმელი არა. ქედელები წელს ყურძნის გარდა კაკლის, ხურმის, ტყემლის, ალუბლის, მსხლისა და ნაწილობრივ ვაშლის გარეშეც დარჩებიან. უამინდობა მხილი ყვავილშივე მოყინა. აქაურების ერთადერთი და ძირითადი შემოსავალი კი სწორედ მრავალწლიანი კულტურებია. სოფელში ძირითადში არის ახლა ყველა ელოდება რომ ნიგოზი რო იყოს ვაშლი, მსხალი წელს შედარებით გასულ წელთან შედარებით ძალიან დაბალი იქნება პროცენტულად ალბათ 20-25% თუ იქნება. თხემალი ფაქტურად სრულყოფილად განადგურებული არის. მოასპო ნიგოზი, ხურმა, ვენახი და უმეტესად დააზარალა ნიგოზის მოსავალი ფაქტურად წელს არავითარი არაფერი არ იქნება. ადგილობრივი თვითმმართველობისგან რეაგირებას ითხოვს ქედის ყოფილი გამგებელი. ვაჟა ბოლქვაძის თქმით მუნიციპალიტეტმა დაზარალებული ფერმერების კომპენსირებაზე უნდა იზრუნოს. ნაციონალური მოძრაობის წევრის მტკიცებით არსებული ვითარება ადგილზე ამ დრომდე არ შეუსწავლიათ და არც ზარალით დაინტერესებულან. არავინ არ გავლილა ხელისუფლებიდან და არც რაიონის გამგეობიდან იმის შესახებ, რომ ზარალი აღეწერა და მიეწოდებინა შესაბამის ორგანოებისათვის. სარეზერვო ფონდია ის და მთავრობა იხილავს სამთავრობო კომისია ამის შესახებ და მოსახლეობას უნაზღავდება ჩვენ კახეთის გამოცდილებიდან ვიცი რომ როცა მოდის სეტყვა და რაღაცა მოსახლეობას მთავრობა ეხმარება. სტიქიის შედეგად ფერმერებისთვის მიყენებული ზარალი მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არ დაუთვლიათ. გამგებლის განცხადებით უხმან ალექმა ხეხილს გარკვეული ზიანი მიაყენა, თუმცა არა საგანგაშო. რაც შეეხება დაზარალებული ფერმერების კომპენსირებას, დავით დუმბაძის განცხადებით მუნიციპალიტეტს არც თანხები აქვს და არც სპეციალური ფონდი. თანხა არ იყო გათვალისწინებული ამასთან. ის რაც კახეთში ხდება, კახეთში ვენახი ერთადერთი შემოსავალია კახელი გლეხისთვის და ჩვენთან მრავალწლიანი კულტურების სხვადასხვა სახის ნარგავებია, ალუბალიდან დაწყებული ვენახზე მისვლამდე, მსხალი, ვაშლი და არ არის ეს შეფასებული რა ზარალი მიადგა მოსახლეობას, ამისი გათვლა მჭირდება. ქონდა ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ანაზღაურება სავარაუდოდ არ იქნება, მაგრამ მიმდინარეობს პროგრამაზე მუშაობა, საყოველთაოდ დაზღვევა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ქედის მუნიციპალურ ხელმძღვანელობას უწყებისთვის ფერმერების ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით ოფიციალურად არ მიუმართავს.